საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეფასე საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია სამეგრელო ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი ახალი 1000 ლიტრიანი კონტეინერების გადაცემას განაგრძობს. მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა ორი კახეთისა და სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონები ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტს 350 კონტეინერი გადაიცა. კონტეინერების გადაცემას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე ლევან ელიავა, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის დირექტორი ბადრი მამულია. პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. სენაკის მუნიციპალიტეტი 2022 წლის ბოლომდე ასევე ჭურვება სხვადასხვა ზომის 100 კონტეინერით, ქუჩის 259 ურნითა და უნიფორმებით, ხოლო 2023 წლის აგვისტომდე ეტაპობრივად მიეწოდება ნარჩენების შესაგროვებელი 3 მანქანა და პიკაპის ტიპის 3 ერთეულის სატვირთო მანქანა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს კერძოდ ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტს გადმოესცა 350 ცალი 1100 ლიტრიანი ნარჩენების კონტეინერი. აღნიშნული კონტეინერები გადანაწილდება 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში. დაზიანებული კონტეინერები იქნება გატანილი, რომელიც შეისრულება ახალი კონტეინერები. სამეგრელო ზემო სვანეთის და კახეთის რეგიონში მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამის ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია მუნიციპალიტეტების ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა. გრძელდება მუნიციპალიტეტებზე ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერების გადაცემა. დღეს ჩვენ გადავეცით სენაკის მუნიციპალიტეტს 350 ერთეული 1100 ლიტრიანი ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერი. ამასთან ერთად ეტაპობრივად უახლოეს მომავალში გადაეცემათ დამატებით 370 ერთეულამდე სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის კონტეინერები. ასევე გათვალისწინებულია პროექტის ფარგლებში, რომ სენაკის მუნიციპალიტეტი მიიღებს 3 ერთეულ ნარჩენების შესაგროვებელ სპეცდანიშნულების მანქანას და ასევე 3 ერთეულ პიკაპის ტიპის დამხმარე სატვირთო მანქანას. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სენაკში ნარჩენების შეგროვება, გაიზრდება ნარჩენების შეგროვების არეალი და რაც ხელს შეუწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.